უახლესი მონაცემებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ მექსიკაში დამანგრეველი წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების გამო 300-ზე მეტი თემი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ათასობით სამხედრო და მოხალისე ამ დრომდე ცდილობს ჩახერგილი გზების გახსნას. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 64 ადამიანი, ათობით კი დაკარგულად მიიჩნევა. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქებში მიყენებული ზარალის სრული მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია. სასო წარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩვენი თვალით ვნახეთ რა ხდებოდა ჩვენს ქალაქში. მდინარის პირას სახლები სრულად ჩამოიშალა. აღარც მიწა ვარგა. მთელი ქალაქი განადგურდა. არაფერი დარჩა. უხვინ ალექი მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე ერთდროულად ორი ტროპიკული შტორმის შედეგად მოვიდა, რამაც მდინარეებისა და ნაკადულების კალაპოტებიდან გადმოსვლა და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი პრიორიტეტი გზების გახსნა და ასევე დაზარალებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების საკვებითა და წყლით მომარაგებაა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მოხალისეებიც, რომლებიც დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას თავიანთი ძალებით ცდილობენ. თემამდე მისასვლელად 6 ან 7 საათია საჭირო. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მუშაობთ და მათთან მისასვლელად გზებს ვეძებთ. გვინდა გაიგონ, რომ ჩვენც შეშფოთებული ვართ მათი სიტუაციით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმედი მივცეთ და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ცოტა მოშორებით ბელიავისტაში მოხალისეების კიდევ ერთმა ჯგუფმა ბერთმრენი დაიქირავა, რათა ჩაპულიდან, რომელიც ბოლო დღეებში წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა, მოხუცები და ბავშვები გამოიყვანონ.